არ არსებობს საქართველოში საშუალო ტიპის მოქალაქე, რომელსაც შეუძლია 5,000 ყველაზე მინიმალური რომ დავთვალოთ, $5,000 გადახდა 1 კვადრატულ მეტრში საცხოვრებელში. ვინ არის მყიდველი? თავად ისინი ამბობენ, რომ 60% უცხოელებზე გაიყიდებაო, მაგრამ 60 კი არა, ალბათ 90-იც იქნება რა ფასებსაც ასახელებენ. საქართველოს მოსახლეობის 98% ვერ გასწრდება. ასე გამოიყურება ქართველი რადიკალების ისტერია, რომლებიც ქვეყნის განვითარებას მიზნად მიმართულად მტრობენ. ოპოზიცია უპრეცედენტო ინვესტიციის წინააღმდეგ რამდენიმე თვის წინ დაირაზმა. სპეკულაციებითა და დეზინფორმაციული კამპანიით ხელისუფლების ოპონენტები მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას და მათ ემოციებზე თამაშს ცდილობენ. დეზინფორმაციული კამპანიის სიავრცელია მათ შორის არის პროექტის საბაზისო ფასით სპეკულაციები. ამტკიცებდნენ თითქოს Eagle Hills-ის პროექტებში კვადრატული მეტრის ღირებულება $10,000 და მეტი იქნებოდა და რომ პროექტებში საცხოვრებელი ფართების შეძენას საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებდნენ და ის სრულად უცხოელებზე იყო გათვლილი. თუმცა რადიკალებს ეს სპეკულაციაც ჩაუვარდათ. ვარაუდობენ, რომ 1 კვადრატულის ფასი $5-დან $10,000-მდე იქნება. ეკონომისტებმა დაგეგმილი ინვესტიცია დაგეგმილი მშენებლობის ფართს შეუსაბამეს და გაარკვიეს, რომ ახალ ქალაქებში უძრავი ქონების ფასი 1 კვადრატულ მეტრზე $10,000-საც გადააჭარბებს. Eagle Hills-ის უპრეცედენტო ინვესტიციის წინააღმდეგ რადიკალების დეზინფორმაცია მორიგ ჯერზე გამოაშკარავდა. კომპანიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია ფასებზე, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელ კომპლექსში 1 კვადრატული მეტრის ღირებულება $2,000-დან დაიწყება, რაც აპარტამენტების რემონტსაც ითვალისწინებს. ეს ფასი კი პირდაპირ პროპორციულია დღეს საქართველოში დეველოპერულ ბაზარზე არსებულ ფასებთან. ოფიციალური ფასის გამოქვეყნების შემდეგ ნაცმოძრაობაში დღეს არგუმენტებისაგან დაცრილი კომენტარი გააკეთეს და თქვეს, რომ ფასს მნიშვნელობა არ აქვს. თანხას რა მნიშვნელობა აქვს? ძალიან მარტივ რაღაცას გეუბნებით, რომ ამ ქალაქების, ასე ვთქვათ, ზოგადად აშენება დაკავშირებული არის ძალიან კონკრეტულ საფრთხესთან. რადიკალების ისტორიას სახელისუფლებო გუნდი მარტივი მიზეზით ხსნის. მათი თქმით, დეზინფორმაციის მიზანი ქვეყნის ინტერესების დაზიანება იყო. ამ ქვეყნის ავის მსურველები ერთად დაირაზმნენ სხვადასხვა ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ პოლუსზე, მაგრამ რეალურად თქვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ყოფილი ლელო და შავპარტიელებიც გაერთიანდნენ და შეტევები მიიტანეს, არაერთი დეზინფორმაცია გაავრცელეს, მათ შორის ეგრეთ წოდებულ ჩანაწერები არსებობს ვითომდაც ხელშეკრულებაში მეჩეთებთან დაკავშირებით, ის რომ ფასები იქნებოდა ძალიან მაღალი, ან მხოლოდ უცხოელებზე გაიყიდებოდა, ჩვენს ქვეყანაში არაბიზაცია მოხდებოდა და არაერთი რომელიც თითოეული დეზინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირადად ამხილა, რეალობის გადმოცემა დადასტურდა, მათ შორის დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რომ ამ პროექტში იყიდება და გაიყიდება საკუთრებები იმ ფასებში, რა ფასებითაც არის სხვა დედაქალაქის სხვა უბნებში. უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც საქართველოში ხორციელდება, მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ერთი მიზეზის გამო, იმიტომ ეს გამოიწვევდა ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარებას. ეს იყო ამოსავალი წერტილი მათი ასეთი დამოკიდებულებისა. ჩვენ დავინახეთ, რომ ინვესტიცია, ასე ვთქვათ, ხორციელდება. ჩვენ დავინახეთ აგრეთვე ფასი, რომელიც უკვე გამოცხადდა $2,000. ეს პრინციპში დღეს საქართველოში კარგ უბნებს, რასაც ეძახიან და კარგი მშენებლობებისათვის ის ფასი არის, რომელიც უკვე თბილისში ჩვეულებრივ ფასად ითვლება. აქედან გამომდინარე, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის ჩვეულებრივი საინვესტიციო პროექტი. ხალხის ძალის განცხადებით, ოპოზიცია უპირისპირდება ყველაფერს, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენაა მიმართული. რაც ცუდია საქართველოსთვის, მით უკეთესი ჩვენთვის, ეს ჯერჯერობით ძალაშია. სამწუხარო და ასე იქნება ყოველთვის. სანამ სამართლებრივად არ დაასრულებს ნაცმოძრაობა თავის არსებობას და იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან მალე მოხდება. რა თქმა უნდა, ასეთი დიდი ინვესტიცია საქართველოში ეკონომიკას წინ წაწევს და ეკონომიკა რომ წინ წავა, ბუნებრივია რომ ქვეყანას სუვერენიტეტს უფრო კარგად დაიცავს და ეს არ უნდა, რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობას, არ უნდა ნაცმოძრაობის პატრონებს უცხოეთში. ამიტომაც არის რომ ასეთი დიდი ინვესტიციის ჩამდები ორგანიზაციის მიმართ, Eagle Hills-ის მიმართ, აქვს ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება.
ოპოზიციამ უპრეცედენტო ინვესტიციის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2025 წლის დასაწყისში გაილაშქრა. მაშინ, როდესაც ისტორიულ მემორანდუმს მოეწერა ხელი. რადიკალები ამბობდნენ, რომ ინვესტიცია არარეალური იყო, რომელსაც განხორციელება არ ეწერა. საუკუნის ინვესტიციასთან ბრძოლისას რადიკალებმა არაერთი ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. მათ შორის ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში აშენდებოდა მეჩეთები, აანონსებდნენ ქვეყნის არაბიზაციასაც.